ვიწყოთ ბატონოგია თქვენგან და შემდეგ ქალბატონ მანანას. ისეთ რა თქმა უნდა აქ არის ერთი მომენტი რომელიც პატარა უხერხულობას იწევს რა მაინდა მას თქვა გოგა ჩახუნაშვილზე ლაპარაკი და თქვა ხებ მარა და ასე შემდეგ ეგ შეგრძნებოდა განცდა მეც მაქვს და ჩვენ ქალბატონ მანანასაც უყოლას მაქვს მაგრამ არის გარკვეული მომენტები რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ლაპარაკი იმაზე ჩვენ ადრეც ლაპარაკობთ ბატონ გოგასთან ამ თემაზე რომ კიდევ წასულიყო ამაზე აი ამ გარკვეულ დათმობაზე რა თქმა უნდა თავისი წარმოდგენით და თავისი მორალის საწინააღმდეგო ნაბიჯად ჩათვალა მან ეს და რა თქმა უნდა არ წავიდა ამაზე მით უმეტეს იქ ისეთი ადამიანების ხედან და ისეთი ადამიანები იხდიან აი ეს სულად უაზრო სასჯელს რომელიც წარმოუდგენელია ხო რეალურად მაგრამ დღეს როდესაც ჩვენ უყურებთ რამოდენად მნიშვნელობის პერსონაა ამ შემთხვევაში გოგა ჩახუნაშვილი ჩვენი აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდენტი რამოდენად მნიშვნელობის პედაგოგია რამოდენად მნიშვნელობის ექიმია მოიხსენებათ რამდენი ბავშვი ყავს გადარჩენილი რამდენ ადამიანს გაუხსნა გზა სიცოცხლისაკენ სუნთქვისაკენ და საერთოდ რაზეა ლაპარაკი ხო ამიტომ ჩვენ შევეცადეთ შეგვიმსუბუქებინა აი ეს მორალური წნეხი და მორალური რა ვიცი ტვირთი რომელიც მას შეიძლება გქონდეს და დღეს აი აკადემიის ხალხმა ჩვენ შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ რომ გავინაწილოთ მასთან ერთად ეს ტვირთი იმიტომ რომ ვიცი რომ მან ეს ნაბიჯი რომ გადადგას შინაგან დიდი მორალური იმის აღება მოუწევს როგორ გითხრათ აი დაშვების გარკვეული პირობითობის და აი შეუდექით ამ ხარში შეძლებს დაგვაროთ რომ ისი მეგობარო ჩვენო საყვარელო გიორგი ჩახუნაშვილი შენთან ერთად ჩვენც ვიღებთ ამ მორალურ წნეხს სიმძიმეს რომ გამოდი და ემსახურე შენ ერს შენს ქვეყანას მე ყველა იქ ადამიანი ვინც არის აბსოლუტურად ყველა უზომოდ პატრიოტი და უზომოდ შეყვარებულია თავის ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ყველა იმსახურებს თავისუფლებას და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან ეხება სამედიცინო სფეროს, ეხება სწორედ ბავშვებს, ახალგაზრდებს, აღზრდას, თან რა დონის მეცნიერია, ცალკე თემაა, ხო? ამაზე ალბათ გამოსავალ. რაზე მეტყველებს ამ ადამიანის და ასეთი ადამიანების ციხეში გამოკეტვა იმ ბრალდებებით, რომელიც მათ წაყენებული აქვს, მით უმეტეს რომ მტკიცებულებად ჩადებულია კადრები, როდესაც ის გიორგის არაერთხელ განმარტა, როგორ უწევს ის სამედიცინო დახმარებას ადამიანებს, რომელსაც ეს სჭირდება. რაზე მეტყველებს ის ვითარება? კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი თესავენ ადამიანებში შიშს, სიმხდალეს და პირველ რიგში რა არის, პროფესიას არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი გოგი ჩახენიშვილი გასრულება თავის პროფესიულ მოვალეობას. იგი მივიდა ბატონ პაატას დაეხმარა ამ უდიდეს მომღერალს და უდიდეს ქართველს. კიდევ ერთხელ მივესალმები მას და ჩემს უდიდეს პატივისცემას უდასტურებ. მეც მოვიკითხავ ბატონ პაატას და არა მხოლოდ და ყველას რა თქმა უნდა აბსოლუტურად და დაეხმარა თვალები ელემენტარულად და კაცი დააბრმავეს ხო და გადმოვიდა ზუსტად რამდენიმე წამი იყო იქ ხო რეალურად. და სწორედ ამიტომაც უფრო მწყდება გული, როცა ადამიანი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და სწორედ იქ ურტყავ. იმას ეუბნები რომ პროფესიას, შენს მოვალეობას, შენს აბსოლუტურ ადამიანობას და შენს საერთოდ კაცობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. აი მაგიტომ აკეთებენ ყველაფერს გარყნა უნდა ყველაფერს განადგურება უნდა თავად და ჩვენ არ გვინდა რომ ასე აღასრულოთ და ჯერგერთი ძალიან მძიმე პირობებშია ყველა რა თქმა უნდა ბუნებრივია 72 წლის კაცია 73 წელია კაცმა არ იცის როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი ხო ფიზიკურად შეიძლება განადგურდეს აბსოლუტურად ადამიანი ამიტომ ჩვენ აი მართა გული და სულით ხარში ამოუდგებით ყველანაირად და ამ ტვირთს ჩვენ წავიღებთ ჩვენ თავზე არა ქალბატონ მანანა მე მგონი ქალბატონ მანანა აი საუბრობთ იმაზე ბატონიგია საუბრობდა ახლა იმაზე რომ სწორედ იქ ხდება ადამიანებისთვის დარტყმა მიზანმიმართულად რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მათ შორის პროფესია